მაგასაც მეგობრებო, მე ვარ ანდროპოვიჩი და დღეს ვაკეთებ გემრიელეს ქოთნის ლობიოს და ამისთვის დაგჭირდა ლობიო, პაწარახი, კონდარი, მარილი, ხახვი, წვანილები, წიწაკა და რაც მთავარია ქოთანი. ბებიაჩემის დროინდელია ესა. ეს ქოთანი ძალიან ჩემი დიდი ბებიის დროინდელია. ეს 100 მეტი წლისა, ამიტომაც ანტიკვარია. და ისევ ჩემი დანა. და ეხლა აი ეს განცეული და უკარგესი ლობია და ჩავყაროთ ამ ქოთანში. ადე შახედე ქვეყანას გორიდან გორის პირადა. ვაუ, როგორ ხარ? ისე კარგი ხარ. ნუ გავთამამდები ლაშა. ეხლა ამას წყალი დავასხათ და დავგაცეთ. ეხლა გავივლი დავასხათ და დავგაცეთ. ეს გამოვიდა. და ეხლა მე დავადგი ქოთანი ლობიოთი და ისე რომ იცოდეთ თქვენ უკეთესი იქნება თუ უდა წითელ მინდვრის ლობიოს, იმიტომ რომ რაღაცა გემრიელი გემოექნება. მოდი დავიწყოთ ხახვით. მე მგონი ამას უფრო დაკლები შევლების ეფექტი აქვს, მაგრამ იმას უფრო მაგარია. ეხლა გამიარა რომ გადავდეთ და ის გადადებული არ იყოს თუ იყოს მაინც თვალებში ქეინოლს უშვება. ეხლა უნდა დავჭრათ მიონი. ეხლა ვჭრით წვანილს. ბებიაჩემის ტექნოლოგია. ეხლა უნდა გავაკეთოთ რაც ხდება ლობიოს და იმერულ სუფრას. უნდა მოვწიოთ ჭადი. და მე უნდა ვქნათ წყალი. სამაჯური გავიხსნათ. ავიღოთ ხელი, აი ეს. რა მოვუძელთ? უნდა მივცემთ სასურველ ფორმას და შემდეგ გამოვაცობ. წამოწუდა და ხლა დავიწყოთ ლობიოს შექმნა. კიდევ რა უხდება იმერულ სუფრას, რა თქმა უნდა ვიშავები. და ეხლა უნდა დავჭრათ ხახვი, რომ შევკმასოთ ჯანჯული. ეხლა უნდა კარგად დავაკეთოთ. ჯონჯოლი. ჯონჯოლი. აი ეს გავამზადეთ. მოგესალმებით, უგემრიელესობა. წავედი მე ახლა ლობიო უნდა მოვიწყო. ჩვენ გავშალოთ უკვე გემრიელი იმერული სუფრა. ახლა პედი დამეწოდა. დავუყურებ. სოფლისა წესი ასეა. ჩვენ წავალთ სხვები რჩებია. აყოლ. გადასულების მაგივრა. ძალიან გამიგია. მე გავგზავნე ამის ჭამას,
და მანამდე თქვენ გამოიწერთ ჩემი აკაკი და